ყოველთვის ერთი რაღაცა ყველაზე ღირებული ჩემთვის და ალბათ ნანიკოსთვისაც, რომ პაციენტი ჩემს შემთხვევაში, ნანიკოს შემთხვევაში კლიენტი ირჩევს, ანუ აკეთებს არჩევანს. დაარღვევს სიამოვნებას ღებულობს, არ დაარღვევს სიამოვნებას ღებულობს იმით, რომ ამ რუტინაში თვითონ მოქმედი თავარი გმირია. ანუ რა არის, იცით, ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ შევხედავთ ჩვენ ამ გამოწვევას. ეხლა ყველაფერი რაც არის ხანგრძლივი რთულია. ზოგჯერ ძალიან სასიამოვნო რაღაცაც შეიძლება მოგბეზდეს თუ სულ დაძაბული ხარ, თუ სულ და ეგ კალორიების თეორია, რომელიც იყო ადრე და ეხლაც საჭიროა, მაგრამ საჭიროა ჩვენთვის ექიმებისთვის. ვარდება წარსულს, იმიტომ რომ დღეს, როდესაც ადამიანს აქვს უამრავი რაღაცა საზრუნავი, უამრავი საფიქრალი, კიდე დაათვლებინო 1800 კილოკალორია, აქედან ცილები, მე ეს ცილები მცენარეულია თუ ცხოველური, მე ისა საერთოდ აღარ უნდა. უარი სტრესი იწვევს, როდესაც მუდმივად უყურებენ უკვე მას. ეგრევე ვამჩნევ, რომ აღარ უნდა. კარგად იყავით. და ამიტომ ეს რო არ იყოს, პროცესშია ჩაბმული და აქ არ არის ისე, რომ მე ექიმი ვარ, პროფესიონალი ვარ და შენ უნდა მომისმინო და დამიჯერო. ანუ ჩვენ ვაძლევთ რაღაც რეკომენდაციებს, რომ სწორი ვექტორით უმოკლესი გზით გავიყვანოთ იქ, სადაც მას უნდა. და თან ვასწავლით, აი, როგორც ბავშვს სწავლიან ცურვას, როგორც ადამიანის სწავლობს საჭის მართვას. ანუ მე არ მინდა ვიყო ყავარჯენი ადამიანისთვის, რომელმაც მომართა, მინდა რომ თვითონვე შეძლოს. ან ცოდნამი იყოს და თუ სურვილი ექნება, ნებისმიერ დროს უკვე გამოიყენოს ეს რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ ვუზიარებთ, ჩვენი გამოცდილებით. ნატა, აი ამის შეჯამების კუთხით რა არის თქვენი გამოცდილებით ის მთავარი შეცდომა, რასაც უშვებენ ადამიანები, რომლებიც თქვენთან გაიარეს, ასე ვთქვათ, ერთი კურსი, ეხლა რეზიკოზე ვსაუბრობ, მართალი რომ გითხრათ. რა არის მთავარი შეცდომა, რომ რეზიკო ძალიან კარგად დაიკლო თქვენთან, მაგრამ მერე არ ყავდა იქვე ამ კუთხით ნანიკოტორი ისე როგორ არ ყავდა, რომელიც დაეხმარებოდა რომ ხო და აი არ გამოგვივიდა ეგ მაინც მოიმატა. ან თუნდაც ჯანსაღი ცხოვრების წესით ვინც ცხოვრობს და ჯანსაღად იკვებება, აი მაინც სად არის ყველაზე ხშირი შეცდომა რა არის, რას არ ვაკეთებთ სწორად? იცით რა არის ყველაზე დიდი შეცდომა? ყველაფერი ან არაფერი. აი ასეთი მიდგომა არის ძალიან დამღუპველი ჩვენ სფეროში, იმიტომ რომ როდესაც მოდის ადამიანი და გეუბნება, არა უნდა ვიცოდე 20 გრამი თუ 25 გრამი. აი უკვე ვიძაბები რატო ახლა? ვიძაბები პროცესი საინტერესოა, მაგრამ ეს თუ არ რაღაცნაირად ამაზე ვარი თუ არ ვათქმევინეთ, ეს არის ორთვიანი, სამთვიანი, მაგრამ ასე ვერ იცხოვროთ. ჩვენ ხო რობოტები არ ვართ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც პროცესშიც ახლა როგორც ვიცი, მსახიობიც კი რაღაცა ყველა როლს თავისებურად რაღაც მოიდგებს, ცვლის. ზუსტად ისეა ესეც, რომ გავა რესტორანში თავისი ლანჩბოქსით ვერ წავა, იქ ვიღაცამ დაუძახა, იქ მივლინებაში, ამიტომ უნდა იყოს მოქნილი. და რეზიკოს აქვს ძალიან მაღალი მოტორული ინტელექტი, მაგრამ ერთი ის არის, რომ როგორც ყველა სპორტსმენი არის მაქსიმალისტი და ან აკეთებს, ან არ აკეთებს. ზუსტად და ეს პასუხისმგებლობა რაც ქონდა პირადად თქვენს მიმართ აი იმ პერიოდში, აი ხანდახან ისე წვალობდა, რომ მეუბნებოდი, რომ ნუ კარგისა ნატა ხო არ გიყურებს, მე არ ვეტყვი ჩამერა. არა, იმიტომ რომ აი ეს პასუხისმგებლობა ხო, აი ზუსტად მან სპორტსმენების ერთ-ერთი თავის საქმეში დიდი პლუსი, მაგრამ ჩვენ საქმეში მინუსი ის მაქსიმალისტები არიან. აი ყველაფერი უნდათ რომ რაღაცა ან გააკეთონ 10-იანზე, ან არ გააკეთონ და მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მაინც შევძლებთ. მე რეზიკოს